ამ დროის მონაცემებით მოსამართლე მაკარიძისა და ცაცუას ბალანსზე არის სამი გადადებული პროცესი. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ დუტა ჯავახიშვილი, ანასტასია დოლიძე და ჯუმბერ რობაქიძე, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მოგვიანებით მომდევნო კვირების განმავლობაში გაიგებენ დაუჯდებათ თუ არა პატიმრობად ტროტუარზე დგომა და მშვიდობიანი დემოკრატიული პროტესტი. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ დღეს მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების პროცესები ამ საქმეზე არ არის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის ანასტასია ზინოვკინას დედა სვეტლანა ზინოვკინაც გაიგებს თუ რა გადაწყვეტილება იქნება მასთან დაკავშირებით მიღებული, თუმცა ის არ არის საქართველოში. დაახლოებით შემდეგნაირად განვითარდა პროცესები ზინოვკინას დედასთან დაკავშირებით. ის საქართველოში რამდენიმე თვის წინ არ შემოუშვეს და უთხრეს, რომ გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, ამის გამო იყო დაჯარიმებული. თავდაპირველად განუმარტეს, თითქოს ეს იყო 10 მარტი საპროტესტო აქცია, თუმცა შემდგომ გაირკვა და როგორც ადვოკატი გვიდესტურებს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 6 მარტი იყო ის, როდესაც ზინოვკინას დედა საპროტესტო აქციაზე გავიდა და გააპროტესტა მისი შვილის უკანონო პატიმრობა, ხოლო 10 მარტს ის საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს არის უზუსტობა, რომელზეც უფლებადამცველი ამახვილებს ჩვენთან საუბრისას ყურადღებას. დღეს რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ აქვს არანაირი წინასწარი მოლოდინი ადვოკატს, თუმცა ნებისმიერ ამ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიემართება ტროტუარზე დგომასა და გზის გადაკეტვას, სამოქალაქო აქტივისტები და მათი ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არის სრული ფარსი და ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება და დემონსტრირება იმისა, რომ ეს არის ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც პროტესტის გამო არავის არ ინდობს. წელს უკვე მეორეჯერ დამიბარეს სასამართლოში, მუხლი არის 174-ის პრიმას მეათე ნაწილი, რაც გულისხმობს შეკრებილ მანიფესტაციის წესების დარღვევას და გზის გადაკეტვას. ამჯერად არის კონკრეტულად ბასლაინის ნაწილის გადაკეტვა, როგორც ვიდეო მტკიცებულებებში ვნახე, შესაძლოა მიერ წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებში. საუბარი არის 5-7 წუთზე, მეცე არა. მოლოდინთან დაკავშირებით რო გიპასუხოთ, ველოდები პატიმრობასაც, ველოდები იმასაც, რომ გადამიდებენ. შინ გავიგე, რომ სასამართლომ აქვს დღეს 17 დეკემბრის დღეს ვიყავი ტროტუარზე და მაგის გამო ვარ, ანუ დაბარებული იდეაში არც დაურეკავს არავის, შემთხვევით ჩემმა მეგობარმა გაიგო, რომ გასასამართლებლების სიაში. ვფიქრობ, რომ სასამართლოს პროცესს გადამიდებენ, იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გავდივარ და თან არანაირი საქმის მასალები არ გადმომცემია და არაფერი არ ვიცოდი. სულ ცოტა ხანში დაიწყება გიორგი თარხნიშვილის, ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის პროცესი. ის ამ დღეების განმავლობაში აშუქებდა საპროტესტო აქციებს, არა მხოლოდ ამ დღეების განმავლობაში, არამედ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. მისი საქმიანობიდან გამომდინარე არის ხოლმე დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თუმცა ელოდება პატიმრობას, რადგან დარწმუნებულია, რომ ის პრესის აღმნიშნელი ნიშანი არანაირად არ იქნება ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოსათვის შემაკავებელი.